არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები ასახელებენ იმ კონკრეტულ პრობლემურ პასუხებს, რომელიც კანდიდატმა საპარლამენტო განხილვისას დეპუტატებს გასცა. ამის პარალელურად სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრი ორგანიზაციები კანდიდატებს ხვდებიან და ასახელებენ კრიტერიუმებსაც. ომბუდსმენი უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან, ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებას ან უმრავლესობას არ მოეწონოს. ოცნება კი ამ დროს ისეთ კანდიდატს არჩევს, რომელსაც ამჟამინდელი მთავრობა არ გაუკრიტიკებია. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას ცდილობს. ისინი საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული პოლიტიკური გარიგების ტენდენციებს ხედავენ. ეს არის ტენდენცია და ეს მიმართულება უფრო ხმავდება და ძლიერდება, რომ სახელმწიფო იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშემწყობი, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ის უფრო გაძლიერდეს და შესაბამისად მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მე უფრო ვიტყვი საპატრიარქოს, იმიტომ რომ ეს არ არის რელიგიური მომენტი, ეს უფრო პოლიტიკური მომენტია, შესაბამისად საპატრიარქომაც ხარი დაუჭიროს მას პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად, ეს იქნება მხარდაჭერა არჩევნებში თუ ასე შემდეგ. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები ახლა მოუთმენლად ელოდებიან, ვის აირჩევს პარლამენტის სახალხო დამცველად, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მათი უფლებების დაცვის გარანტია.